თუ გაინტერესებთ ნამდვილი ომი, მაშინ 10 მაისს უნდა მოკალათეთ ეკრანებთან, რადგან ერთმანეთს ხვდებიან შონ სტრიკლენდი და ხამზატ ჩიმაევი. ეს იმდენად საინტერესო ბრძოლა, რომ პირადად მე ყველაზე მაგრად ველოდები ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ჩხუბს. მე ველოდები მერაბ დვალიშვილის და პიოტრ იანის რევმარს, მაგრამ ეს შეხვედრაც არანაკლები არის და ჩემი აზრით ყველაზე ხმაურიანი იქნება 2026 წელს, რადგან ოქტაგონზე და პრეს კონფერენციაზე რაც თავარია, იქნება ნამდვილი ომი. დღესდღეობით UFC ფიქრობს საერთოდ ჩაატარონ პრეს კონფერენციები თუ არა, იმიტომ რომ დარწმუნებულები არ არიან, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდება. შონ სტრიკლენდმა გააღო თავისი პირი და ყველამ ვიცით რა დონის მებრძოლი არის და როგორი ტრეშ-თოკი აქვს ამ ადამიანს. მან გადაუარა ხამზატ ჩიმაევს, ისეთი შეურაცხყოფები მიაყენა, რომ დარწმუნებული ვარ, ხამზატ ჩიმაევი მას რაღაცას აუცილებლად დამართავს. ხო და დღეს მე მოგიყვებით, რატო ეზიზღება ამ მებრძოლებს ერთმანეთს. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია გლობალი ავტოიმპორტში, ერთ-ერთი ყველაზე ლიდერი კომპანია, რომელიც არის ორიენტირებული თქვენს კომფორტზე. ასევე არ დაგავიწყდეთ ბურგერ ფერედაისი, რომელსაც დღესდღეობით 35%-იანი ფასდაკლება აქვს. ის საქართველოში ყველაზე გემრიელი, ესეთი ბურგერი არის, ასე რომ შედით ნებისმიერ აპლიკაციაში, გამოძახების სერვისში, ჩაწერეთ ინგლისურად ბურგერ ფერედაისი და შეუკვეთეთ და დატკბით. ჩვენ კიდევ ვიწყებთ ხამზატ ჩიმაევი შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ. როგორც ერთ დროს რემპეიჯ ჯექსონმა თქვა, ხამზატ ჩიმაევს და შონ სტრიკლენდს ჯერ კიდევ ახსოვთ ის ოქროს ხანა, როდესაც ისინი დარბაზში ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ და მხარ-დამხარ ანადგურებდნენ ყველა სპარინგ პარტნიორს. და მართლაც ერთ დროს ეს ორი სპორტსმენი დიდ დროს ატარებდნენ ერთად, ისინი უსასტიკესად სპარინგებში ებრძოდნენ სხვადასხვა სპორტსმენებს და ასევე ერთმანეთს. ჩიმაევი და სტრიკლენდი ყალიბდებოდნენ ნამდვილ მკვლელებად და ერთმანეთს გვერდში ედგნენ. 2022 წელს სტრიკლენდი აღფრთოვანებული იყო ბორზის უნარებით და უწინასწარ მეტყველებდა ჩემპიონობას. ჩიმაევმა ამის წინათ დაწერა, რომ ალექს პერეირასთან უნდა ჩხუბი. როგორ ფიქრობ, მას აქვს რაიმე შანსი? მომისმინებ, ვფიქრობ, ჩიმაევი მას ჩემთან შედარებით აუცილებლად დაამარცხებს. ბორზი გააკეთებს იმას, რაც მას ყველაზე მაგრად გამოსდის და ეს არის ჭიდაობა. ეს მე ვარ ეგოისტი დებილი, რადგან ალექს პერეირასთან ავირჩიე ჩეხაობა. ჩემთვის გავიფიქრე, ერთი ამ ბრაზილიელის დედაც. ვეცეკვებით ხო კიკბოქსინგის სტილში თქო, მაგრამ მივიღეთ ჩაჯმა. ასე რომ ჩიმაევი ჩემს ადგილზე ალექს დაღლი და ლიმონივით გაწურავდა და მოიგებდა. სტრიკლენდისგან, რომელიც კოლეგებს კომპლიმენტებით იშვიათად ანებიურებს, მსგავსი აღიარება უმაღლესი დონის პატივისცემად ჟღერდა. შონს სახელის მოხვეჭაც კი არ უცდია. ის პირდაპირ იძახდა, რომ ბორზი მასზე ბევრად უკეთესი იყო გრეპლინგში. სტრიკლენდი აღიარებდა, რომ ბორზმა ის სპარინგებზე არაერთხელ დააფინიშა მტკივნეულით ან მახრჩობელით. შენ უმრავლესობაზე ძლიერი ხარ. კაი, ყველაზე ძლიერი. ამიტომ ნუ დატრაუმავ ხალხს. ინტერნეტში ვიდეოდელ, სადაც შენ და ჩიმაევი ამ დარბაზში ხართ და სთხოვ იმუშაოს მსუბუქად. რა ხდება? მაგარი ჩათლახი ვარ, როცა სასპარინგოდ შევდივარ უცხო დარბაზში, ვცდილობ ყველას განადგურებას. არ ვეშვები, სანამ არ შემეხვეწებიან. რაც შეეხება ჩიმაევს, ის ზაღლივით არის, რომელსაც პირში ძვალი უჭირავს. ერთხელ ის ჩემ ძმაკაცს ესპარინგებოდა, არც თუ ისე ძლიერ ბიჭს. ხო და მან ეს საწყალი ჩაქოლა. მე უთხარი ბორს პატივი ეცა ამ ბიჭისთვის, რადგან ის აქ იმისთვის არის, რომ ხამზატს დაეხმაროს. ხო და ჩიმაევმა ყველა ჩემი სიტყვა გაითვალისწინა და მოგვექცა პატივისცემით. თუმცა ერთ მომენტში მეგობრულ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. როგორც კი შონი საჩემპიონო ბრძოლაში წინ გაიჭრა, ხამზატმა კი ოფიციალურად გამოაცხადა საშუალო დივიზიონში გადასვლა, მათ შორის ურთიერთობა ელვისებურად გაუარესდა. ბორზმა პირველმა შეცვალა ტონი, მის გამონათქვამებში სტრიკლენდის მისამართით აშკარად უპირატესობის ნოტები ჟღერდა. ერთი კითხეთ მაგ ტიპს ვარჯიშებს და ჩიმაევმა რამდენჯერ გაგაძრს სახეთქო, რამდენჯერ გცემა და დაგარჩო. დაუსვით ეს კითხვა. სტრიკლენდი თავის მწვრთნელთან გარბოდა და სთხოვდა მას ჩემთან დალაპარაკებას. სთხოვდა, რომ მასთან უფრო მსუბუქად მემუშავა. რასაც შონი საუბრობს ჩემზე და ჩვენს ვარჯიშებზე, არის ყველაფერი ტყუილი. თავს წარმოაჩენს მაგარ კაცად. მე გეების წინააღმდეგ ვარო, ამათი და იმათი უფლებების მომხრე ვარო. ცდილობს თავი კაი ბიჭად წარმოაჩინოს. ის ერთი პერიოდი ისეთი დაშინებული იყო ჩემს გამო, რომ დარბაზში იარაღი დადიოდა. წადი ერთი შენი, რა კაცობაზე საუბრობ. გასაკვირია, მაგრამ იმ მომენტისათვის სტრიკლენდი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სიმშვიდეს. ხამზატის მკვეთრი განცხადებების მიუხედავად შონი თავს არ აძლევდა უფლებას გამოეხატა ღია მტრობა, ან გამოეყენებინა ის ცნობილი უხამსი გამონათქვამები, რომლებიც მოგვიანებით მათი კონფლიქტის სავიზიტო ბარათად იქცევა. ეს იყო სიწყნარე ნამდვილი ომის წინ. ხამზატი კამარუ უსმანს უნდა შეხვდეს, როგორ ფიქრობ, ვინ გაიმარჯვებს?
არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, უბრალოდ ერთ ვიტყვი, რომ კამარუს დიდი გამოცდილება აქვს 5 რაუნდიან ბრძოლებში. ის ძალიან გამძლეა, ასე რომ მხოლოდ ღმერთებმა იციან შენს კითხვაზე პასუხი. თუმცა ჩიმაევს თავისი აგრესია არ შეუნელებია, ის კვლავ აგრძელებდა თავხედურ მანერაში საუბარს. სტრიკლენდს რო შეხვდე, როგორ დასრულდება თქვენი ბრძოლა? მაგან ჩხუბი არ იცის, ჩვეულებრივად გადაული. საბოლოო ჯამში თუ მოვლენების ქრონოლოგიას გადავხედავთ, შონ სტრიკლენდმა ხამზად სატიტულო რბოლაში გაასრო და მწვერვალს პირველმა მიაღწია. როდესაც შონმა ადესანია დაამარცხა და გახდა ჩემპიონი, ბორზმა დუმილი არჩია და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა როგორც კი სტრიკლენდს დაუწდა ფეხი და პირველივე ტიტულის დაცვაზე დამარცხდა თანაბარ ბრძოლაში დრიკუს დუპლესისთან, ხამზადმა მაშინვე დაარღვია სიჩუმე და ჩაწერა ინტერვიუ. უპირველეს ყოვლისა შენთან დაკავშირება იმიტომ გადავწყვიტე, რომ გაგვევლო UFC 297, სადაც ერთმანეთს სატიტულო ბრძოლით დაუპირისპირდნენ შონ სტრიკლენდი და დრიკუს დუპლესი. რას ფიქრობ იმ 25 წუთზე, რომელიც მათ ოქტაგონზე გაატარეს? ვუყურე ამ ბრძოლას და ასე გეტყვით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩემი აზრით, თანაბარი ჩხუბი იყო, რთულია თქვა უპირატესობა ვის მხარეს იყო. არც ექსპერტი და არც მსაჯი ვარ, მაგრამ ჩემი აზრით სტრიკლენდმა გამარჯვებისთვის ოდნავ მეტი გააკეთა. ის ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ჩხუბში ვერაფერი ვნახე, რაც ჩემთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ორივესთან ბევრი ისეთი შეცდომა შევნიშნე, რომლითაც მარტივად ვისარგებლებ და ორივეს ჩვეულებრივად დავაფინიშებ. მათთან ჩხუბი ჩემთვის მარტივი გასაირნება იქნება. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ნამდვილი მტრობა, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და მძაფრდებოდა. ამიერიდან საკმარისი იყო შონის გარემოცვაში ვინმეს ბორზი ეხსენებინა და ის ფეთქდებოდა. ისე ხამზადი კაი მებრძოლია, ხო? რას ფიქრობ? ღმერთო ჩემო, გეხვეწები რა, ამ ტიპს ჩვენ ქვეყნის საზღვრებსაც კი არ აკარებენ, რადგან შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის შავსიაშია შეყვანილი. ის დიქტატორ კადიროვს შეეკრა, მისმინე დედამიწის ზურგზე ჩიმაევზე უფრო მდაბიო, არარაობა ადამიანი არ არსებობს. კვლელის საუკეთესო მეგობარი გახდი, კადიროვისგან საჩუქრებს და ძვირად ღირებულ მანქანებს იღებ? შენ არ ხარ კაცი, ჩვენს ქვეყანაში შენი ადგილი არ არის, მაგრამ არ ინერვიულო, მაინც შეხვდები და გაგაფარჩაკებ. ჩვენი ჩხუბი გარდაუვალია. ეს ვირთხა მუდმივად გარბის ჩეჩნეთში, რადგან დიქტატორს პირფერობით ტრაკი აულოქოს. იმის მერე რაც საჩუქრებით ჯიბეებს გაისკელებს, მაშინვე ბიტკოინების გასაღებას და ხალხის გადაგდებას იწყებს. ჩვეულებრივი თაღლითია. ჩიმაევმა იცის ჩხუბი, ამას ვერ წაართმევ, მაგრამ კაცობაში ჩაჯმულია და ეს მთელმა მსოფლიომ იცის. შენ ნამდვილი მამაკაცი ვერასდროს ვერ გახდები. როგორც თავად შონი განმარტავს ხამზატისადმი მისი ზიზღის უპირველესი და უმთავრესი მიზეზი, ჩიმაევის რამზან კადიროვთან ურთიერთობა გახდა. ამას დაემატა კრიპტოვალუტის რეკლამირებასთან დაკავშირებული ისტორია, რომელიც ბორზმა საკუთარ სოციალურ ქსელებში განათავსა. ყველაფერს კი ხამზატის იმ სიტყვებმა დაუსვა წერტილი, სადაც ის ამბობდა, რომ საერთო ვარჯიშების დროს შონს შანს არ უტოვებდა და დარბაში უმოწყალოდ ცემდა, რის გამოც სტრიკლენდი იარაღით დადიოდა. მომისმინეთ, ჩიმაევთან ჩემი ჩხუბი ნამდვილი სანახაობა იქნება, ოქტაგონზე ნამდვილ ცეცხლს დავანთებ. გითხრათ რეალურად ვინ არის ხამზატი? ის შეშინებული კაცია, რომელიც საკუთარი ქვეყნიდან შვედეთში გაიქცა უკეთესი ცხოვრების საძიებლად. თუმცა მერე უცებ უკან დაბრუნდა, რადგან დაუწყეს დევნა მის ოჯახს. მან იმ დიქტატორის მსახურება დაიწყო, ვინც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია და ვის გამოც ერთ დროს ყველაფრის მიტოვება მოუწია. საბოლოო ჯამში ის მოკლე თოგზე დაბმული ძაღლი გახდა, თქვენ კიდე მას მგელს ეძახით. მას რამოდენიმე ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს და მან მეტი ვერაფერი მოიფიქრა და დაიწყო ხალხის გაგოიმებამ კრიპტოვალუტით. ასე რომ რაც არ უნდა კარგად ჩხუბობდეს, ყველა მიცის, რომ ის დიქტატორის პატარა მონა ტერორისტია. ხო და 2024 წლიდან სტრიკლენდი გახდა ჩიმაევის ნომერ პირველი მტერი და კრიტიკოსი. მათ შორის არსებული უთანხმოება ჩვეულებრივ სპორტულ კონკურენციას გასცდა და გადაიზარდა ღრმა პიროვნულ ზიზღში. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან მისი სახელი მესმის. ჩიმაევი აქ, ჩიმაევი იქ და უსრულებელი ლაპარაკი. მოდით ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და მშრალ ფაქტებს შევხედოთ. თქვენ მედიის წარმომადგენლები ხართ, დავალდებულები ხართ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ოდესღაც ხამზატი ჩეჩნეთიდან გაიქცა ოჯახთან ერთად. მიზეზი მარტივია, რესპუბლიკის სათავეში დესპოტი დიქტატორი დგას, რომლისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს ისტორია თავადვე დაადასტურა. ხო და აი გადის წლები
ჭრები და ცუგა სახში ბრუნდება და რატომ? იმიტომ რომ ახალი გელენდვაგენის გასაღები დაანახეს. ჩიმაევი ეგრევე გაიყიდა. ოხ, დიახ, ვიქნები ის მორჩილი ძუკნა, რომელიც საჩუქრების გულისთვის პირველივე დაძახებაზე გავარდება. მუხს მოვიდრეკ და ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ჩემი მერსედესი მივიღო. თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ახლა მისი თოკი ბოლომდეა დაჭიმული. ჩემი აზრით ამერიკის მთავრობა მას უკვე ტერორისტად აღიქვავს. ეს არ წერს გასაკვირვი თუ გავითვალისწინებთ რა ხდება ჩეჩნეთში. მუდმივი რეპრესიები, ადამიანების ხოცვა და უფლებების ფეხქვეშ გათელვა. დაიჩვენით სუგა ისევ გარბის ამჯერად დუბაიში და კვალის არევას ცდილობს. მიიჩქმალა, ვითომ ჩრდილში წავიდა. ცოტა ხანში კი მორიგით აღლითობით ამოტივტივდა. საკუთარი ბანები კრიპტოში გადააგდო. ვიცი რასაც ვამბობ, მეც შემომთავაზეს მსგავს ავანტურაში ჩართვა. რამოდენიმე $100,000 სანაცვლოდ, მაგრამ მაშინვე ყველა ჯანდაბაში გავუშვი. ეს სიმდაბლეა და არაკაცობა, როგორ უნდა მიჭირდეს ას რომ დავეცე. ჩიმაევმა კი ეს დაუფიქრებლად გააკეთა. ასე რომ ხამზად, ჩხუბი ნამდვილად იცით და თესლი წვერიც გაქვს. მაგრამ თუ ფაქტებს შევხედავ, შენ უბრალოდ იაფასიანი ძუკნა ხარ, რომელიც პატივისცემას არ იმსახურებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩიმაევი ჯერჯერობით ძალიან მშვიდად იქცეოდა და არ ყვებოდა სტრიკლენდს. ის ხვდებოდა, რომ მისი ამ ბრძოლაში წაგების მხოლოდ ერთი შანსი არსებობდა და ეს შანსი არის ფსიქიკურად მწყობრიდან გამოსვლა. იმის მერე რაც ბორზმა დაამარცხა დუპლესი და გახდა ჩემპიონი, მას კიდევ დაუსვეს კითხვა სტრიკლენდთან დაკავშირებით და მაშინაც მან მშვიდად ისაუბრა. როდესაც ლას-ვეგასში ექსტრიმ კულტურის დარბაზში შონ სტრიკლენდთან ერთად ვარჯიშობდი, ის შენს მიდგომაზე რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე კარგად საუბრობდა. შენი აზრით, რამ გამოიწვია მისი მხრიდან მსგავსი მკვეთრი განცხადებები? მისმინეთ, სანამ იქ ვიყავი და ერთად ვარჯიშობდით, მას ხმა არ ამოუღია, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მაგრამ როგორც კი ვეგასიდან წამოვედი და შემექმნა ვიზასთან დაკავშირებული პატარა პრობლემები, მან მაშინვე ენა ამოიდგა. როგორც შტატებში ჩამოვედი, ის მაშინვე გაჩუმდა. იცი რა ძმაო, თუ მართლა რამე კითხვები გაქვს ჩემთან, კამერების წინაშე ლაპარაკს მორჩი, აქ მოდი და ყველაფერი პირში მითხარი. იმის მერე რაც ბორზმა დაამარცხა დუპლესი და გახდა ჩემპიონი, მას კიდევ დაუსვეს კითხვა სტრიკლენდთან დაკავშირებით და მაშინაც მან მშვიდად ისაუბრა. შონმა ორი ზედზე ჩხუბი წააგო, ორივე დრიკუს დუპლესისთან. ეხლა დაფიქრდი, მან ორჯერ წააგო ტიპთან, რომელიც მე 5 რაუნდის განმავლობაში ვათრიე. ფიქრობ გამემკლავდება? გამორიცხულია. ახლა კი უფრო ახალ მოვლენებზე გადავიდეთ. 2025 წლის მიწურულს შონ სტრიკლენდი ენტონი ერნანდესთან ბრძოლისთვის ემზადებოდა. მორიგ ინტერვიუს დროს მისთვის დამახასიათებელ სტილში ის სამომავლო გეგმებზე პირდაპირ საუბრობდა. ამ წამსვე შემიძლია ადესანიასთან ჩხუბი, მაგრამ ეს ბრძოლა საერთოდ არ მაინტერესებს. იზი მარტივი მეთოკეა. მე უფრო იმ ჩეჩენი ძუკნის გასისხლიანება მინდა, მაგრამ ამისათვის გამარჯვებების სერია მჭირდება. ამიტომაც ჩემი გეგმა არის ერნანდეს სული ამოვხატო და გავიდე ტიტულზე. ის რაც UFC-მ ჩიმაევთან დაკავშირებით გააკეთა, სრული აბსურდია. კამარი მისცეს ტიპს, რომელიც წელწადში ერთხელ ჩხუბობს და იქცევა პრიმადონასავით. თან თავისი დიქტატორისგან დიდ ფულს იღებს. საუბარია არარეალურად დიდ ფულზე. დარწმუნებული ვარ, სპორტი მას აღარ სჭირდება. ის სისხლიანი დიქტატორის საუკეთესო მეგობარია. რატო უნდა იბრძოლოს ჰონორალისთვის, როცა ყოველ დღე გელენდვაგენებს და ლამბორჯინებს ჩუქნიან? ჩვენ გვყავს ჩემპიონი, რომელიც დააჯდა თავის კამარს კრუხივით და ადგილიდან არ იძuris. დანას მისი ოქტაგონში ძალით გათრევაც კი არ შეუძლია. ახლა კი ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლება ის ნასრუდის შეხვდესო. სერიოზულად? დივიზიონში დიდი პრობლემებია. კი, ის ნასრუდის დაამარცხებს და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩიმაევი მას ზემოდან დააწვება, ჩათხრის თავის ყვერებს სახეში და ასე იწვება 25 წუთის განმავლობაში. მერე კი ისევ აიღებს წელწადნახევრიან პაუზას. ძმაო, საშუალო წონა ძალიან გაიყინა. ამ მებრძოლების შორიდან დაკვირვება ძალიან საინტერესოა, რადგან გარედან ნათლად ჩანს თუ რაოდენ ღრმა გახდა სტრიკლენდის პირადი ზიზღი ჩიმაევის მიმართ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შონის საბრძოლო კვირის განმავლობაში, როდესაც მას წესით მთელი ყურადღება მიმდინარე ორთაბრძოლის პიარზე უნდა ყოფილიყო მიმართული, სტრიკლენდი მეტწილად სხვა თემებზე საუბრობდა და თავის მჭერმეტყველების მთელ არსენალს სწორედ ბორზის ლანძღვას ახმარდა. ხამზად ჩიმაევის თემას რომ დაუბრუნდეთ. ბოლო დროს მის მიმართ არაერთი მწარე განცხადება გააკეთე. თუმცა როგორ შეაფასებდი იმ ინციდენტს, რომელიც კულუარებში მიენგერისთან მოხდა, არმანის ბრძოლის შემდეგ. მისმინე, ჩიმაევი ისეთი კატეგორიის ადამიანია, რომელიც ზურგიდან ყვირილს და კაცობას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა იცის, რომ უკან მას 10 ჩეჩენი უმაგრებს ზურგს.
გაიხსენე ის ისტორია დარბაში პაულო კოსტას რომ გადაეყარა. კოსტა მან სრულიად მარტო იდგა და წყნარად ელაპარაკებოდა. ეს კი თავის მაკაცების გარშემოცვაში იდგა და ბლატაობდა. თან თავს ძალით აჭერინებდა, ფიქრობდა ნეტა არ გამიშვანო. ეს ჩეჩენი თითქმის სუტრაუმირებულია. მას მუდმივად უჩნდება რაღაცა მისტიური დაზიანებები. ხან ხელი მოიტეხა, ხან ნიავში მოყვა და საკვერცხეები გაუციუდა, ხან რა და ხან რა. წარმოიდგინეთ, მას არასდროს უჩვენებია არც რენტგენი, არც დიაგნოზი. ნუ თუ ის შიგნან ისეთი კახპა არის, რომ ყოველი ბრძოლის შემდეგ ერთწლიანი დასვენება ჭირდება. უბრალოდ შეხედეთ მის ჩხუბების სიხშირეს და კარიერის ტრაექტორიას. მისი ნამდვილი საქმე არის კადიროვის ტრაკის ლოკვა. მკვლელის მონა. ის დააჯდა კამარს და ცდილობს მხოლოდ ფულის გაკეთებას. რითი ვერ გაძეხი. დაი სტრიკლენდმა დააფინიშა ერნანდესი და ოქტაგონიდან კვლავ დაიწყო ჩიმაევის შეურაცხყოფა. მან თავისი ტრეშ-თოლკით იმდენ იქნა, რომ მიიღო სატიტულო ბრძოლა, რომელიც წესით მას არ ეკუთვნოდა, რადგან რიგში იდგა იმავოვი. ერნანდესს 8 გამარჯვებიანი სერია ჰქონდა. შენის დაამარცხე, ხარ ასევე ყოფილი UFC-ს ჩემპიონი, ვის შეხვდებოდი ამ გამარჯვებების შემდეგ. რა თქმა უნდა ჩიმაევი, მაგრამ არასდროს იცი მისგან რას ელოდო, თუმცა მე მაინც ეგ ძუქნა მჭირდება. როდესაც ჩიმაევი ჩვენს დარბაში მოდიოდა სპარინგ პარტნიორად, ყოველთვის ირჩევდა ყველაზე პატარა და სუსტ ბიჭებს. ის თავს იმართლებდა, ეს ბიჭი ჩემს მომავალ მეტოქეს გავსო, მაგრამ ეს იყო ტყუილი. მე ვიძახი სიმართლეს, აქ ჩემი გუნდის წევრები არიან და დამემოწმებიან. ჩიმაევი ერთი თავხედი ბულერია. თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ის სულ გარბის და იმალება. ამ ბოლო დროს ბლატაობს და იძახის, რომ ქვემძიმე წონაში ასვლა მინდაო პროხას კასტანო. კაი რა, რატო გაგვირბი ხარ? ეს ტიპი ერთი ჩვეულებრივი მასხარაა. საშუალო წონაში ერთხელ იჩხუბა და უკვე სხვა დივიზიონში გადახტომას ლამობს. იოლ ლუკმას ეძებ ბიჭო. ორმა კამარს ის ცხოვრებაში არ ეღირსება. თუ UFC დაუშვებს ამ სიტუაციას, პირადად მე ამ სპორტის მიმართ ყველანაირი ინტერესი გამიქრება. სწორედ ამიტომ UFC-ს მატჩმეიკერებმა ყველაფერი გააცნობიერეს, გაანალიზეს ამ სპორტსმენების მტრობა, შეფუთეს ყველაფერი ლამაზად და ორივეს გაუგზავნეს კონტრაქტები. აი ასე შეიქმნა 2026 წლის ყველაზე ხმაურიანი ბრძოლა, რომელიც მოუტანს ყველას ძალიან დიდ ფულს. შონმა ეს სატიტულო შერკინება თავისი შრომით მოიპოვა. ოღონდ იმ შრომით კი არა, რომელიც მოიპოვა ბრძოლებით ან ვარჯიშით, არა. მან საჩემპიონო ბრძოლა მოიპოვა თავისი ენითა და ტრეშ-თოლკით. ეხლა ხო ხვდებით რა ომი გველოდება წინ. მე პირადად პრეს კონფერენციებს უფრო ველოდები. დიდი იმედი მაქვს, რომ UFC ამ პრეს კონფერენციებს ჩაატარებს და ბრძოლას რაც შეეხება, პირადად მე ვთვლი, რომ ჩიმაევი გაიმარჯვებს. მე უფრო მეტ შანსს მივცემდი ჩიმაევს. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ შონ სტრიკლენდს ძალიან კარგი თავდაცვა აქვს გდებებისგან, ასევე ძალიან გამძლე სპორტსმენია. ამაში მე ვეთანხმები. ხო და თქვენ დაწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ოქტაგონზე.